დაიწყო თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში რღვევა ურთიერთბრალდებები პარტიისგან გამიჯნულები და ღია დაპირისპირება ვანო მერაბიშვილთან. პოლიტოლოგები ოპოზიციაში გადასულ ძალაში დააწყებულ და გაჩენილ ბზარზე საუბრობენ. ექსპერტების აზრით ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური ძაზლის დაშლა გარდაუვალია და ამ პროცესს უკვე 19 აპრილის აქციაც ვერ შეაჩერებს. აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ პარტიის მომავალ შემადგენლობაზე არსებობს. პოლიტოლოგების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალების ერთი ბანაკი პოლიტიკურ ასპარეზზე მაინც დარჩეს. ნაციონალური მოძრაობა დღეს კიდევ 4 წევრმა დატოვა. ჩვენ ვემიჯნებით ნაციონალური მოძრაობის კურსს. გუშინ ნაციონალების ლიდერს კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი დაუპირისპირდა. ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია. რამდენიმე დღის წინ ყოფილი ხელისუფლების მარცხზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიამ დააკისრა. ნაციონალურ მოძრაობაში გუნდის ერთიანობაზე საუბრობენ და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მათი დისკრედიტაციისთვის ხელოვნურად შექმნილ გარემოებად აფასებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ძლიერი პოლიტიკური გუნდი, რომლის წინააღმდეგ რა თქმა უნდა შეიძლება მისმა მოწინააღმდეგეებმა რაღაც ხრიკები მოიფიქრონ, ვიღაცას გაურიგდენ, რაღაც კონსტრუქციები მათ თვისში დაიბადოს, რაღაც პროვოკაციების მოაწყონ, მაგრამ ამას მათთვის ეკრება მხოლოდ ძალიან მოკლევადიანი ეფექტი, იმიტომ ეს არის ღირებულებებზე, პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია განვითარება, შეუძლია ტრანსფორმაცია, შეუძლია განახლება. რა ხდება რეალურად ნაციონალურ მოძრაობაში? რამდენად ლოგიკურად ვითარდება პროცესი ოპოზიციაში გადასულ ყოფილ ხელისუფლებაში? იწყება მედოგვევის პროცესი, ასე მოსდის ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც სამართლიანობას უგულვებელყოფს და საკუთარი სამართლით ქმედებს სხვათა საზიანოდ. არანაირი ხელოვნური ჩარევა იმას, რომ ადამიანებმა მეატოვონ ეს პარტია არ არის, მათ მხარს არ უჭერა. მიტინგი რატო უნდათ, რომ დაანახონ ვიღაცებს, მათ შორის უცხოელებს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ყავთ. დახარჯავენ ფულს, ვიღაცებს დააშინებენ და ჩამოიყვანენ. რისი მომცემია? ექსპერტების აზრით, რამდენად მასშტაბურიც არ უნდა იყოს ხვალინდელი აქცია, ის ნაციონალურ მოძრაობაში რღვევის პროცესს ვერ შეაჩერებს. დაიწყება ცალკეული ჯგუფების მცდელობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბებისა. ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც თუ საინტერესო მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ყველამ ვისაც კი ჰქონდა საშუალება ტელეეკრანზე წარმოეჩინა თავი ამ წლების განმავლობაში, საკუთარი თავი კარგად დაამახსოვრა ჩვენს მოსახლეობას. რაღაც ნაწილი ნამდვილად გამოეყოფა და დარჩება პოლიტიკაში, მაგალითად საპარლამენტო გუნდი ნამდვილად ზომიერია. ის, ვინც დანაშაულთან არის კავშირში, ისინი ალბათ პოლიტიკიდან სწავლენ ციხეში. თვითონ ნაცმოძრაობა მთლიანად ემიჯნებოდა უკვე ახალაიებს, ეს ჩანდა. ლიბერალური ფრთა შეიძლება კიდე ამათგანაც გაიმიჯნოს თავი, ანუ აი ამ მერაბიშვილის ჯგუფსაც გაემიჯნოს და გამოვიდნენ ცალკე, რომ ინტელექტუალები არიან, ლიბერალები, ევროპული ღირებულებების მატარებლები და შეეცდებიან, რომ სულ სხვა გზით წაიყვანონ თავისი პოლიტიკური ცხოვრება, ისე რომ თითქოს და ის გაუგებრობის წლები იყო, როდესაც ისინი ერთად იყვნენ. გაუგებრობის წლები, ნაციონალური ერთობა თუ სხვადასხვა გზით გაგრძელებული პოლიტიკური ცხოვრება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები დაწყებულია.